საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს, ძიმე საკმაოდ და ერთ-ერთი გარდამტეხი დღეს არის აფხაზეთის ომის დაწყების დღე და ჩვენ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ განსაკუთრებით გვინდა შევეკითხოთ საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მითვისებელ ივანიშვილის რეჟიმს. ვინ დაიწყო ომი 92 წელს აფხაზეთში? ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით შემთხვევით. ვინ დაარღვია ყველა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის, მათ შორის მუხანათურად სწავლის დაწყების და მთელი ქალაქის გავსების შემდეგ გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე. ეს არ არის მითოლოგია, ეს ნამდვილი ამბავია. ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში? ჩვენ ხომ არა ვართ ეს შემთხვევით. რიტორიკული შეკითხვა. ქართველები ვართ იქიდან გამოყრილები, დახოცილები, სახლკარწართმეულები, 10 წლეულებია უკვე და ის, რასაც დღეს ვიტანთ, რომ ომი საქართველოს დაიწყო 2007-ში, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მითვისების მთავარი საფუძველი გეორგიევსკის ტრაქტატი თურმე კარგი ყოფილა და ისტორია ამგვარად არის გადაწერილი, ის რასაც ჩვენ ვიტანთ არის აუტანელი და ამის ატანა მეგობრებო არ შეიძლება. აქედანვე მინდა ვიკითხო, ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი? ვის აქვს გარანტია, რომ იქ სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსულ მანქანებში, პირდაპირ მნიშვნელობით სამხედრო მანქანებში და გადატანითი მნიშვნელობით დიდ სამხედრო აპარატუსში არ ჩაისხა? ამ ბენზინის თითოეული წვეთი უდრის უკრაინელების დაღლილი სისხლის თითოეულ წვეთს. ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში. თუ ჰუმანიტარული დახმარება აქვთ აფხაზებს, იმის სანაცვლოდ მაინც რატომ არ კეთდება, რომ გალში ქართული ენის სწავლა აღდგეს? სადაც ქართველებს აკარგვინებენ ქართველობას სწორედ ამ გზით. ისინი არ კარგავენ, მაგრამ ხომ არის გამუდმებული მცდელობა ამისა? რატო გადის საქართველოს ელექტროენერგიის 90% აფხაზეთში? ჰუმანიტარული მისია ტყუილია, აფხაზეთში დენის დეფიციტია. არადა ეგურჰესის 90%-იანი გამომუშავება სამჯერ უფრო მეტია აფხაზეთის მოთხოვნაზე. სინამდვილეში დენი გადის იმიტომ, რომ ივანიშვილი და რუსები ერთ და აფხაზი კრიმინალები ერთად აკეთებენ პულს. სად არის სიმართლე, ჩვენ ვიცით ყველამ. ეს შეკითხვები რიტორიკულია, თუმცა მაინც მოვისმენდით მათზე პასუხებს. თავარი შეკითხვა გვაქვს ერთმანეთთან. რატომ ვითმენთ ეროვნული სუვერენიტეტის ნამდვილ დაკარგვას და არა ევროკავშირის მიერ მის წართმევას, რაც ტყუილია? ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების არის სწორედ ევროკავშირის წევრობა. ერთადერთი შვიდობიანი და რაციონალური, აბსოლუტურად უტყუარი რეცეპტი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის არის ევროკავშირის წევრობა და მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაინტერესება იყოს ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი ქართული სახელმწიფოს ნაწილი. ხელისუფლება არის მოღალატე, ხელისუფლება სინამდვილეში ხელისუფლებაც არ არის, არამედ ძალაუფლების მიმთვისებელი რეჟიმია. ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ ისტორიის სანაგვეზე და რაც შეიძლება სწრაფად გავივიწყოთ ის კატასტროფები, რასაც ისინი აკეთებდნენ. ოღონდ ამ კატასტროფებისთვის კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგოს და რეჟიმი უნდა გასამართლოს.